Skandaluri ჩანაწერები ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ჩათიდან ფორმულამ მოიპოვა მიმოწერა გახარიას, წულუკიანს, სუბარსა და სხვებს შორის. მოპოვებული მასალა 2021 წლის 17 თებერვლის ღამით იწყება და 18 თებერვლის დილის განმავლობაში მიმდინარეობს. გიორგი გახარიას გადადგომამდე. ეს არის დღე, როცა მელიას დაკავების საკითხი წყდება. დღეს ეგრეთ წოდებული კომისიის ხდომაზე გახარია ღალატში დაადანაშაულა ქართულმა ოცნებამ იმის გამო, რომ მელიას დაკავებას იმ დროს და იმ ფორმით არ ემხრობოდა. საინტერესოა, რომ პოლიტსაბჭოს ჩატში გახარიას ყველანი ეთანხმებოდნენ. განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა. ეს მდგომარეობა მოგვიანებით შეიცვალა. გახარიამ ეს დღეს უჩინარი ხელით, ანუ ივანიშვილის ჩარევით ახსნა. რასაც დღეს წულუკიანი და სხვების ხდომაზე ამტკიცებდნენ, სრულიად განსხვავდება იმ რეალობისგან, რომელსაც დახურული ჩათის მიმოწერა გვეუბნება. პირველი მესიჯი პოლიტსაბჭოში თავად მაშინდელ პრემიერს ეკუთვნის. გახარია ასაბუთებს, რატომაა დაუშვებელი ნიკა მელიას დაკავება ნაციონალური მოძრაობის ოფისში დაუყოვნებლივ. ეს მესიჯი პოლიტსაბჭოს ჩატში გახარიამ 23 საათსა და 59 წუთზე დაწერა და ჩვენ ახლა შეგვიძლია ვნახოთ ეკრანზე თავდაპირველად გახმოვანებული ვარიანტი თუ კი არის უკვე მზად, შეგვიძლია გაუშვათ. პირობებში ოპოზიციური პარტიის შენობის შტურმი უკიდურესად არაგონივრულია და გაუმართლებლად მაღალი რისკების მატარებელია. პოლიციას არ აქვს დახურულ შენობაში ასეთი ტიპის ოპერაციის ჩატარების გამოცდილება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ რისკებს. დადასტურებულად შეიძლება ვთქვათ, ძალის გადამეტების ბევრი შემთხვევა გვექნება. ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთ პირობებში ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცოპერაციის ჩატარება ვერ იქნება შეფასებული პროპორციულ ქმედებად, რასაც მოყვება უკიდურესად მწვავე საერთაშორისო რეაქცია. თვლი, რომ ამ ვითარებაში მაღალია იმის ალბათობაც, რომ მელიას დაკავების ოპერაცია წარუმატებელი იქნება და შეიძლება ვერ მოხერხდეს მისი შენობიდან გამოყვანა იქ მყოფების დაზიანების გარეშე. დაკავების ოპერაციის არასწორად ჩატარების შემთხვევაში მელიას გავხდით გმირად და მივცემთ პოლიტიკურ უპირატესობას, რომელიც დღეს ოპოზიციას უბრალოდ არ გააჩნია. ამავე დროს არ არსებობს არავითარი აუცილებლობა მელიას დაკავება მოხდეს დაუყოვნებლივ, დღეს ან თუნდაც ხვალ. ფიქრობ, რომ ყველას გუმართებს მეტი პასუხისმგებლობა და გონივრულობა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს გააზრებულად, რისკების სწორი მართვით და პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპის დაცვით. ამ პოზიციას გამოვხატავ როგორც პრემიერ-მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის შინაგან საქმე და სამინისტროს ქმედებებზე. შესაბამისად, დაკავება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც რისკები იქნება სწორად გააზრებული და მინიმუმამდე დაყვანილი. საინტერესოა დღევანდელი ამ არალეგიტიმური კომისიის და იქ გამოთქმული აზრების ფონზე როგორ გამოიყურებოდა ეს დახურული ჩათი 2021 წლის 17-18 თებერვალს. რა ხდება მას შემდეგ, რაც გახარიამ ეს ტექსტი დაწერა, რომელიც ახლა ჩვენ მოვისმინეთ, იწყება თანხმობის კასკადი აი ამ ჩათში და სრულად ვიზიარებ, ამბობს ყველას დაასწრო თეა წულუკიანმა, სრულად ვიზიარებ, ამბობს მაშინდელი ვიცე-პრემიერი და ახლა ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე. ამას შემდეგ მოხვა მაკა ბოჭორიშვილი, ჩვენ გაჩვენებთ ამ სკრინებსაც. ამას მოყვა მაკა ბოჭორიშვილი, მაღლა აწეული ხელების ემოჯით ატასტურებდა თანხმობას. შემდეგ წულუკიანმა გამოიჩინა ინიციატივა და თავის თანხმობას ადასტურებს, დასაბუთებს, ეგდოს სოროში ამბობს ის მელიაზე აქ ლაპარაკი, სანამ არ მოსწყინდება. ამას მელიაზე ამბობს, როგორც გითხარი და ერთადერთი, რაც საჭიროა, არის სწორი კომუნიკაციაო, თქვა მაშინდელმა ვიცე-პრემიერმა. აბუჩად არიან ასაგდები, სულელები უნდა ვიყოთ, რომ იქ შევიჭრათ, ამბობს ასევე თეა წულუკიანი, მათაც ეს უნდათო. აქვე მოსაზრებებით შემოდის სოზარ სუბარი, თუ შეიძლება წინა სკრინი გვაჩვენეთ. იქ არის სოზარ სუბარის მოსაზრებები. კარგით, მანამდე წავიკითხოთ. აი აქ 100%-ით 100-ია, ამბობს სუბარი, ზუსტად ამას ვფიქრობდი დღესო. ანუ ეთანხმება გახარიას. წულუკიანი კიდევ ერთხელ გამოთქვამს აზრს, სრულად მიიღწა სამაჯურის მიზანი, დაჯდა თავისით და არ გამოდის გარეთ. ახლა რას ნიშნავს ეს კიდევ ერთხელ განმარტოთ? ყველანი, ვინც აქ აზრს გამოთქვამენ, ეთანხმებიან გახარიას, რომ ეს სპეცოპერაცია ოპოზიციური პარტიის ოფისში, ანუ შეჭრა სპეცრაზმით და შემდეგ მელიას დაკავება არ უნდა განხორციელდეს იმ დროს და იმ ფორმით.
თეატრულუკიანი იქ სოზარ სუბარი ხედავთ რომ ძალიან მხიარულ ხასიათზეა. თეატრულუკიანი ამბობს რომ იუსტიციის მინისტრს შეუძლია გამოსცეს ბრძანება და მაგოფის მიანიჭოს პენიტენციური დაწესებულების ნომერი. და ამაზე კრეაციული ცოტა ესეთი ტერმინოლოგიით საუბრობს, ამაზე კრეაციული რა იქნებაო ამბობს წულუკიანი. გავუშვათ თუ შეიძლება კიდევ ერთი სკრინი, რომელიღაცა ჯერ კიდევ არ გვინახავს. აი აქ ხო, ეს ნახეთ უბრალოდ სხვა რაკურსი ასე ვთქვათ. ერთადერთი რაც საჭირო არის სწორი კომუნიკაციაო და აბუჩათ არიან ასაგდებიო ამბობს წულუკიანი. მე როგორც გითხარით, ეს არის დღე, როცა მელიას დაკავების საკითხი წყდებოდა, გახარია არ იყო ამაზე თანახმა და გახარიას კიდევ ერთი მიმოწერა ეს უკვე არის მოდით დანარჩენებსაც გეტყვით, ბარემ უკაცრავად არ მომისმენია თქო უნდა დამეწერაო აქ სუბარზეა გამოხმაურება ეს ვასილ მაღლაფერიცია განსხვავებულ აზრებზე ლაპარაკია და სად რა ფორმატში მიიღებოდა ეს გადაწყვეტილებებიო ვასილ მაღლაფერიძე ამბობს და გიავოლსკი შემოდის შემდეგ ეს უკვე დილით არის ეს არის ის მომენტი როდესაც გახარია უკვე გადადგა ბატონი ბიძინას გარეშე ჩვენი ავტორიტეტი ერთიანობაში და ძალისხმევის გაერთიანებაში მდგომარეობს ამაზე თუ არ ვიზრუნეთ გადაუდებლად სერიოზული პრობლემები გვექნება ამბობს გიავოლსკი გადადგომის შემდეგ უკვე ჩატშიც აღარ არის მე გიორგი გახარია ხედავთ აქ რაც მოხდა და იწერება რომ მოგესალმებით პოლიცსაბჭოს ხდომა გაიმართება დღეს 15 საათზე ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი გახმოვანებული ტექსტი გიორგი გახარიასი რომელიც უკვე დილით წერს რომ ის გადაწყვეტილების მიღების პროცესშია გავუშვათ თუ შეიძლება ვინაიდან გუნდში არ არის კონსენსუსი ჩემს გუშინდელ პოზიციასთან დაკავშირებიდან გუნდის ნაწილი თვლის რომ უნდა მოხდეს დაუყოვნებლივი დაკავება პარტიის ოფისში უნდა გთხოვოთ მოვიწვიოთ პოლიცსაბჭო დავაფიქსირებთ ჩემ პოზიციას და გაგაცნობთ ჩემს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას Ну, როგორც ნახეთ 11 საათზე გიორგი გახარია გადადგა და იქ შემდეგ ვორსკი იყო ცოტა შეშფოთებული. რატომაა მნიშვნელოვანი ეს მიმოწერა დღეს რეჟიმის კომისიაზე ქართული ოცნება გიორგი გახარიას ადანაშაულებდა ღალატში და მისი ამ პოზიციის გამო, მელიასთან დაკავშირებული პოზიციის გამო და აი წაგიკითხავთ ციტატას რა თქვა თეა წულუკიანმა. როგორც კი თქვენ ფეხი აითრიეთ, თქვენგან განსხვავებით შინაგან საქმეთა მინისტრმა იგულისხმება გომელაური ფეხი არ აითრია გადავიდა ქმედებაზე თქვენ ეს არ მოგეწონათ და გადადექით ყოფილმა პრემიერმა კი მათ უთხრა რომ წულუკიანი და სხვები მელიას იმ ფორმით დაკავებას არ ემხრობოდნენ მაგრამ უჩინარმა კაცმა პოზიცია შეგაცვლევინათ აქ ცხადია იგულისხმება ივანიშვილი და ვიდრე ახლა ამ კომენტარს მოგასმენინებთ რაც არის დღევანდელი ეგრეთ წოდებული კომისიის სხდომიდან კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ რომ ამ ჩატში რომლის ჩანაწერებით ჩვენ გაჩვენეთ ნამდვილად ასია წულუკიანი სუბარი ეს ორი ამ კომისიის წარმომადგენელია დღეს ნამდვილად ეთანხმებოდნენ გახარიას და მდგომარეობა შეიცვალა სადღაც დილისკენ უკვე გამოჩნდა რომ ფლათისი არ არის საქმე როგორც ისინი ეთანხმებოდნენ და როგორც გახარია წერდა და ამას მოყვა უკვე გახარიას გადადგომა მოვისმინოთ ეს ფრაგმენტი არალეგიტიმური კომისიის ხდომიდან პროცესში სამართავად მე არ ვიცი კონკრეტულად თქვენთან თუ სხვა ყველასთან შემოვიდა ივანიშვილი რომელმაც ეს პროცესი თავიდან ბოლომდე წაიღო თავის თავზე და დაიწყო ამ პროცესის მართვა მაშინ დავინახე პირველად და მაშინ გავავლე პარალელი იმასთან რა შეიძლება მომხდარიყო 20 წლის იმიტომ რომ თუ დღეს ასე მარტივად მიმდინარე ღონისძიების დროს არანაირი პრობლემა არ იყო პრემიერის გვერდის ავლით აი ესე ძალოვანი სტრუქტურების და გასამხედროებული საჯარისო ქვედანაყოფების გაყვანა გამოყვანა და მათი მოძრაობა არაფერი უკვე გამორიცხული არ არის. ზემოქმედება მოახდინა. არა, თქვენ შეგეშინდათ მე რა შემეშინდათ. მე შემეშინდა. და შეტყვით მან ვიცი და ბიძინასი რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ რომ ეხლა გაჭუნდითო რა და მიაყენეთ ერთი ადგილიო და რაც არის გასაკეთებელი გააკეთო ამის შეგეშინდათ მეტი არაფრის.
როგორც ნახეთ, ამავე ჩატში წერებოდა, რომ სწრაფადვე დაინიშნა პოლიცსაბჭოს ხდომა გახარიას გადადგომის შემდეგ. გახარიას წასვლას ღარიბაშვილის დანიშვნა მოჰყვა. ამის შემდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა, ოპოზიციური პარტიის ოფისში შეიჭრნენ და მელია დააპატიმრეს. სწორედ ამ პროცესს უწოდა გახარიამ უჩინარი ხელი, როცა ოლიგარქმა ქართულ ოცნებას ერთი ადგილი მიაყენებინა და ესეც მისი სიტყვებია.